მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. გადაღებას ვიწყებ კვირა დღეს დილით, დღეს არის ჩვენთან ფლომარკი, ეს ფლომარკი ანუ ძველმანების ბაზრობა იმართება თვეში ერთხელ და ჩემს სახლთან არის ძალიან ახლოს, სულ რაღაც 10 წუთით ფეხით სავალია და სეზონი დაიწყო. სეზონი იხსნება მარტიდან და გრძელდება ოქტომბრის ჩათვლით. თუ არ ვცდები, ოქტომბერშიც უკვე იმდენად აღარ არის. ასეთი ფლომარკი იმართება აბსოლუტურად ყველა ქალაქში, კვირა დღეს, ჩვენს ქალაქში ამ თვეს 15 მარტს დაემთხვა, ხოლო ხვალ არის გოჩას დაბადების დღე. დღეს დილიდან ჩამოვედით დასათვალიერებლად და შემდეგ სახლში რომ წავალთ, დავიწყებთ უკვე ხვალისთვის მომზადებას. გამოსაცხობი მაქვს ტორტი, მოსამზადებელი მაქვს ოთახი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი დღევანდელი ფლომარკის საყიდლები, ყველაზე ბევრი ნივთი ნიცამ იყიდა, ასევე გაბრიელისთვისაც ვიყიდე რაღაცეები და გოჩამ აიღო მხოლოდ ეს ლაბუბუ. აი, სიმართლეს გეუბნებით, გოჩამ ოღონდაც რამე იყიდოს, აი ბოლოს რო გამოვდივართ, 2-3 საათი ვტრიალებთ იქ, ოღონდაც რამე იყიდოს და რაც კი ხელში მოხვდება, იმას ყიდულობს. იყიდა ეს ლაბუბუს 5 და ვიცოდი რომ ლაბუბუები და ესეთ რაღაცები არ მოსწონდა, მაგრამ რისთვის იყიდა არ ვიცი. როგორც თვითონ ამბობს, ორიგინალია და უხარია. 8 ევრო ღირდა ეს 5 და ამოვიდა ეს რაღაც მახინჯი სათამაშო. დავიწყოთ აქედან, ეს მე ვიყიდე, ეს ყველაფერი მთლიანად დაჯდა 5 ევრო, მოკლედ თავიდან რომ ვიკითხე ფასი, მითხრა ქალმა რომ ეს 3, აი ეს 3 ღირდა 5 ევრო და ესეც 5 ევრო, ჩათვალა რომ 3-ია, იმიტომ რომ აქვს ლამბაქი, ჭიქა და ჩაიდანი, რომელიც აი ასე იდება და ხდება ერთი მთლიანი. და ვუყურებ ახლა ვფიქრობ, რომ რომელი მომწონს, ან საერთოდ მომწონს, მინდა თუ არ მინდა და ამ დროს მოდის ქალი და მეუბნება რომ თუ აიღებო რომელიმეს, აი ამ დაბლა დასაფენტაბლებს გაჩუქებო და ეხლა ვფიქრობ კიდე მინდა, არ მინდა, ავიღო, არ ავიღო და ბოლოს მოდის ეს ქალი. ოღონდ დიდხანს არ ვფიქრობდი ხალხო, აი სადღაც 2-3 წუთი. მოვიდა და მეუბნება რომ აი თუ ყველაფერს ერთად აიღებ 5 ევროში მოგცემო და მეთქი ავიღებ. ავიღებ და ესე ავიღე. ულამაზესია, ძალიან ლამაზია მართლა, ეს არის კარაქის ჩასადები, საშაქრე, ეს არის რძის და ასევე შეიძლება რომ ყვავილებიც ჩაიდოს, ბოლოს ვნახე რომ ახალია, რადგან აი ასეთი ისინი აქვს დაკრული და ასევე ჭიქაც და ჩაიდანიც. შვენიერია და 5 ევროც ჩემი აზრით ძალიან კარგი ფასია. შემდეგ ეს ავიღე გაბრიელისთვის, მსგავსი სათამაშოები გვაქვს და ასეთი ვეშაპი არ გვქონდა, მღერის, გამოსცემს სხვადასხვა ხმებს. მოკლედ ძალიან კარგი შენაძენია. ჩემი აზრით ეს ღირდა 4 ევრო და ეს კუბები ღირდა 1.5 ევრო. სინამდვილეში ეს კუბები საკმაოდ ძვირი ღირს, 16 თუ 17 ევრო, რადგან აი ეს ფირმა და ეს ფირმა ძვირად ღირებულია. ასეთი საგანმანათლებლო კუბებია, რომლებიც ასე იწყობა, აი ასე ერთმანეთზე და შიგნით. მოკლედ კმაყოფილი ვარ გაბრიელის საყიდლებითაც და გადავიდეთ ნიცას რაღაცეებზე. ამჯერად ვფიქრობ, რომ ნიცას ძალიან გაუმართლა
და რამოდენიმე სტუდენტი გოგონასგან ავიღეთ ეს რაღაცეები, აი უიაფესად, მართლა რომ კაპიკებში. ეს დიდი სარკე, რომელიც ანათებს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, ავიღეთ 7 ევროში. მართლა ეს იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც როგორც გვითხრეს 7 евро, ასეც ვიყიდეთ. დანარჩენებზე ხანდახან ცოტას ვევაჭრებოდი, მაგალითად ეს დელფინი 5-ო და 4-ად ავიღე და ეს კუბები ევრონახევრად და 3 მითხრა თუ არ ვცდები, მოკლედ ეს იყო ერთადერთი ნივთი, რომლებიც თქვენს 7 და ეგრევე ავიღეთ, იმიტომ რომ მართლა ის სასწაული ფასია, თვითონ სარკე არის უზარმაზარი და ძლივს მოვათრიეთ სახლამდე. შემდეგი არის ეს ქურთუკი, ეს არის სტრადივარიუსის ფირმის ქურთუკი და არის თითქმის ახალი, არ დაიჯერებთ და 13 евро ღირდა. 15 დააფასეს და უბრალოდ ვუთხარი რომ მეთქი 13-ში თუ მოგცემთ, რომც არ მოეცა მაინც 15-ში ავიღებდით, უბრალოდ ვუთხარი და გიო. და ასეთი ულამაზესი ქურთუკი ავიღეთ მიცასთვის. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვერაფერს ვერ ვუყურებდი, რადგან წონაში რომ მოვიმატე, არ ვიცი როგორ მექნება და რა მომიხდება ასე შემდეგ, ამიტომ მხოლოდ ტანსაცმელები ნიცასთვის ავიღეთ და ნიცასთვის ვუყურებდი ყველაფერს. ეს უბრალოდ შავი ზედა ნიცასთვის ფაუნტენიდან, ეს ღირდა 2 евро და 2 გესის მაისური ზაფხულის თეთრი და შავი, ესენი ღირდა 4 евро თითო, ორივე 8 евро. მოკლედ, აი ასეთი საყიდლები გქონდა და ახლა მეწავალ ტორტს მოვამზადებ და გავემზადებით ხვალისთვის. ტორტი მზად არის უკვე, კარკასი ავაწყე და ხვალ დავამთავრებ. ხვალ მხოლოდ კიდევ ერთ ფენა კრემს გადავუსმევ ზემოდან, მოვრთავ და მზად იქნება. ნიცა გაბრიელს აძინებს, ხოლო მე და გოჩა შევუდექით საქმეს, თან ვალაგებთ, თან უნდა მოვრთოთ აქაურობა და უნდა გავამზადოთ ხვალ წასაღების საჩუქრები ბავშვებისთვის. ბუშტები და დეკორაცია მაქვს შეინიდან გამოწერილი, უამრავი ბურთი გამოვწერე შეინიდან, ასევე ველოდები გაბრიელის პირველ კბილს, რომ პატარა ღონისძიება მოვუწყო ამასთან დაკავშირებით და რამოდენიმე დღის უკან მითხრეს, რომ თურმე ბურთები, რომლებიც შაინიდან და თემუდან მოდის, ყოველთვის არ არის კარგ მდგომარეობაში. ზოგს აკლია რომელიმე დეტალი, ზოგი არ იბერება, ზოგი მალევე ისულება და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ დღეს ამაში დავრწმუნდით. ერთიანი ჩაისულა მალევე, როგორც ხედავთ, არის 2 ლურჯი ერთიანი და ასევე სხვა ბურთებიც ჩაისულა. ასევე გამოწერილი იყო ციფრები, ეველინ უნდა ყოფილიყო და ეველინის მაგივრად მოვიდა AENE, არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს და ცოტა გული დამწყდა, სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ბურთები ჯერ არ გამიხსნია და არ მინახია საერთოდ როგორ მდგომარეობაშია, რადგან როგორც კი მოვიდა, ასევე გადავდე და შენახული მაქვს ასევე თავის ორიგინალ შეფუთვაში. მაინც კარგად გამოვძვერით მე და გოჩა ამ სიტუაციიდან, დავკიდეთ რაც იყო, ერთიანი კი არის ჩასულული, მაგრამ ძალიან არ ეტყობა, მშვენივრად დგას. ეს ასოებიც არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ერთი შეხედვით კარგი ეფექტი აქვს. სახლში რაც გქონდა თემატიკის მიხედვით, ისინით დავამატეთ მწვანე ფერის, რადგან ლურჯი ფერის არაფერი გქონდა და ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ნორმალურია. თან თუ აღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 15 ბურთში მაქვს 3 ევრომდე გადახდილი, მშვენიერია. ახლა ავაწყობ საჩუქრებს, რომლებიც ხვალ-გოჩამ სკოლაში უნდა წაიღოს კლასელებისთვის. იმდენად ვარ მიჩვეული ამ
ტრადიციას, რომ მგონია რომ ყველგანასია და ამის გარეშე არასდროს მიცხოვრია. ძალიან მომწონს. ხშირ შემთხვევაში არის ტკბილეული, ჩვენ ყოველ ჯერზე პატარა საჩუქრებსაც ვდებთ ხოლმე შეძლებისდაგვარად, ამჯერად აი ასეთ პარკებში გავაკეთებთ და გავაკეთებთ ამჯერად გოგოებისთვის ცალკე და ბიჭებისთვის ცალკე. ბიჭების პარკებს ექნება ასეთი შავი ბანტი, ხოლო გოგოებისას აი ასეთი წითელი, რომ მიხვდნენ გოგოსი რომელია და ბიჭისი რომელია. გოგოებისასში ჩავდებთ აი ასეთ სამაჯურებს, ასეთი დასაკიდები საყვარელი გოგოებისა და ბიჭებისთან ჩავდებთ აი ასეთ ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, ბრელოკი ალბათ და მე ბრელოკს ვეძახდი სკოლაში რომ დავდიოდი. ეს არის ბიჭებისთვის, ეს არის გოგონებისთვის, ხოლო დანარჩენი ყველაფერი იქნება იდენტური. ასევე ჩავდებთ აი ასეთ ორცხობილებს, აქ შიგნით პატარა ორცხობილები დევს, ყველა ბავშვი მიიღებს ასეთ ორცხობილას, ასევე ჟელიბონს, ერთს, ასეთს ან ასეთს და ასევე ჩუპა-ჩუპსებს. აი ასეთი საყვარელი მუყაოს ქაღალდის სპეციალური ჩუპა-ჩუპების დამჭერი მაქვს და გავაკეთე ასევე გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. გოგოებს ექნებათ ვარდისფერი, რადგან შეფუთვაში მოგვივიდა უამრავი ვარდისფერი ჩუპა-ჩუპსი და ვფიქრობ, რომ გოგოებისთვის ვარდისფერი გადავდე, ხოლო ბიჭებს შეხვდებათ აი ასეთი ყვითლები და მწვანეები. ეს არის მასწავლებლებისთვის, ერთი მასწავლებელს და ერთი მასწავლებლის დამხმარეს. ბავშვები, რომლებიც სამშაბათს მოვლენ ჩვენთან, მათთვის გავაკეთებ აი ამ ლოლიპოპებისგან, ასევე გვაქვს ცალკე პატარა საჩუქრებიც ბიჭებისთვის და გოგოებისთვის და ჩემი პატარა მადლის შვილი არის 9 თვის და მისთვის გავაკეთე აი ასეთი ეს პატარა საჩუქარი და ასეთი ორცხობილა, რომელიც თვითონ პატარას ეჭმევა, რადგან ეს რაღაცეები არ ეჭმევა და ტყუილად რომ არ ჩამედო უაზრო რაღაცეები, ვიფიქრე რომ ბავშვსაც ავუღო ის, რაც ბავშვისთვის შეიძლება. ეს ორცხობილები არის 8 თვიდან და ასეთი პატარა საჩუქარი ექნება პატარა გოგონასაც. რა თქმა უნდა, ესეც ბავშვებთან ერთად გავაკეთე და უცებ მოვრჩით. მე ვაწყობდი, ხოლო ნიცა და გოჩა ბანტებს უკეთებდნენ. კადრში არ ჩანან, მაგრამ აქვე ახლოს არიან და საქმით არიან დაკავებულები. ჯერ პირველ რიგში გოგოების პარკები გავამზადე, მე ვაწყობდი, რადგან თვითონ რომ იწყებდნენ, ზოგიერთი რამ რჩებოდათ და ამის გამო ეს საქმე მე მომანდეს. გათენდა უკვე მეორე დილა, გავაცილე ბავშვების სკოლაში და ვიფიქრე, რომ პირველ რიგში თავს მოვიწესრიგებ თქო, გავიკეთებ ცოტა მაკიაჟს, რადგან შემდეგ დრო აღარ მექნება, დარწმუნებული ვარ, რადგან მაღაზიაში მინდა რომ წავიდე, დღეს გადავწყვიტე კოქტეილების მომზადება და ვნახე, რომ თურმე კოქტეილების სეროფი გამომელია, ამიტომ მე და გაბრიელი უცებ გავიქცევით მაღაზიაში. სახეზე ვისხავ ნიაცინამიდის ტონიკს, შემდეგ მიზონის პეპტიდის შრატს და ზიაიას ნიაცინამიდის კრემს, ანუ C ვიტამინს. არ ვიცი ტონიკი რას შვრება და საერთოდ აქვს თუ არა ეფექტი, მაგრამ პეპტიდის შრატი და ეს ზიაიას C ვიტამინი ერთად სასწაულებს ახდენს. ერთი რუტინა მაქვს მხოლოდ დილით, რადგან საღამოს რუტინას ვერ ვასწრებ ფიზიკურად და დილით რომ ვიღვიძებ და გომბეშოს სახე რომ აქვს, სერიოზულად
ამ ორი კრემის წასვლის შემდეგ სახე მინათდება. არ მახსოვს ბოლოს როდის წავისვი ტონალურს არ ვხმარობ საერთოდ, რადგან კანი არის გადაწყიპინებული, გადათეთრებული ერთ ფერში, მოკლედ აღარ გავუკეთებ რეკლამას. რაც შეეხება დღევანდელი დღის გეგმებს, დღეს მოვლენ ჩვენი ოჯახის წევრები, ხოლო ხვალ მოვლენ გოჩას მეგობრები. დღეისთვის მხოლოდ ტორტი მოვამზადე და მოვამზადე 2 ტორტი, ერთი დიდი, რომელსაც დღეს გაჭრის გოჩა, ხოლო ხვალისთვისაც პატარა ტორტი მოვამზადე, რადგან გოჩას მეგობრები უნდა მოვიდნენ. ხვალისთვის გავაკეთებ პიცებს და პიცები ვიყიდე უკვე მზა-პიცები ბავშვებისთვის, ხოლო დღეს არ ვამზადებ არაფერს, სერგო სამსახურიდან რომ მოვა, პირდაპირ წავა რესტორანში და რაიმეს წამოიღებს. არ ვიცი რას წამოიღებს, უთხარი სულ ერთია რაიმე წამოიღეთქო. დღეისათვის მე მევალება სახლის კარგად დალაგება, ტორტების დასრულება, მაგეთის გაშლა და კენდიბარის აწყობა და ტკბილეულის დაწყობა. ჩემი მაკიაჟიც მზად არის, მეც თითქმის მზად ვარ. შემდეგ საღამოსთვის გამოვიცვლით. ხედავთ როგორ გამეზარდა თმა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიშლი, რადგან საშინლად მცვივა და თემუდან გამოვწერე ასეთი თმის სამაგრი თმით და ასე დავიმაგრებ ხოლმე მთელი დღის მანძილზე ულამაზესი ვარცხნილობა მაქვს. ამ ადგილზე ვგეგმავ კენდიბარის გაკეთებას, ახლა არის სრული ქაოსი. მთლიანად მთელ სახლში არის სრული ქაოსი და ყველაფერს დალაგება სჭირდება, ამიტომ ძალიან ცოტა დრო მაქვს და უნდა ვიჩქარო. ეს კოკა-კოლები, ეს არის გოჩის საყვარელი კოკა-კოლა და ამას ბავშვები დალევენ. ეს უნდა შევინახო ეს ხვალისთვის და ასეთი რამ მოიფიქრა გოჩამ, რომ აი აქ დავდო ამ ლეგოს სათამაშოზე ეს კოკა-კოლები, რომ ბავშვებმა აიყონ. აქ არის ეს პატარა საჩუქრები, ბოლოს ცელოფნები დაგვაკლდა და აი ოჯახის წევრებისთვის ასეთ ცელოფნებში ჩავდით. ზოგი აქ, ზოგი აქ, ზოგიც აქ. მოკლედ ეს ხვალისთვის, ბავშვებისთვის ესეც უნდა შევინახო და ასევე ვფიქრობ, რომ პატარა კუთხე გამოვნახო და გავაკეთო ბეიბი ბარი პატარებისთვის, რადგან ჩემი მაზლის შვილიც 9 თვისაა და ვიფიქრე, რომ პატარებისთვისაც გავაკეთებ რაიმეს და პატარების პიურეებს და რაღაცებს დავდებ. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საყვარლობა და აი არ ვიცი. ასევე მინდა რომ რაიმე ნამცხვრის მაგვარი გავუკეთო და ვფიქრობ, რომ ტერამისუ გავუკეთო პატარებს, ბეიბი ტერამისუ, თავიანთივე იოგურტებით და ორცხობილებით. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა, თუ დრო მექნება ამ ყველაფერზე, იქნება ძალიან კარგი. ესეც ჩემი ტორტები, აი ასე გამოიყურება დიდი მთავარი ტორტი დღეისთვის. შიგნით არის შოკოლადის ბისკვიტი და შოკოლადის კრემი. ზემოდან გავუკეთე თეთრი კრემი, აქ მაქვს კრემი, რომლითაც უნდა გადავასწორო და გადავუსვა, რომ გახდეს ერთგვარი თეთრი და გასწორდეს კარგად, ხოლო ეს ტორტი არის ხვალისთვის, როგორც ხედავთ, საკმაოდ პატარა და ეს ტორტი იყო ძალიან მაღალი, ასე თანაობდა და გუშინ ჩავურთვი ესენი, რომ კარგად დაიჭიროს. ხვალ მოვხსნი ამებს, კიდევ კარგად გადავასწორებ და გავაფორმებ. მოკლედ ეს ტორტი გადავდოთ გვერდზე. რაც შეეხება ამ ტორტს, ეს დღეს მე გავაკეთე, ასეთ რაღაცებს ვბეჭდავ, შემდეგ ზემოდან ვაკრავ სკოჩს და ასე ვიყენებ ტორტებისთვის. ეს გამოვწერე შეინიდან და ესეც გამოვწერე შეინიდან. ახლა რომ დავინახე ესენი, გამახსენდა რომ ვაპირებდი მაფინების გამოცხობასაც და ამების ჩარჭობასაც. მოკლედ მაფინები ძალიანად ვრელად ცხვება და ვფიქრობ, რომ მაფინებსაც გამოვაცხობ.
რაც შეეხება ამ ტორტს, ვფიქრობ, რომ ეს აქ დავუდო, შემდეგ ეს ბიჭი, რომელიც ძალიან გოჩას გავს და გოჩა ცულ ასეთი გაფურცგნულია, ჩავურჭო აქ, შემდეგ ჩავურჭო ეს და ამებითაც გავაფორმო აი ვარსკვლავებით რაღაცები და თუ რაიმე დასჭირდება, იმასაც კიდევ ამოვბეჭდავ და გავაკეთებ. მოკლედ ჯერ პირველ რიგში უნდა გავასწორო კარგად ტორტი, შემდეგ 1.5 საათით ჩავდებ მაცივარში, რომ კარგად დაიჭიროს, იქამდე გამოვაცხობ მაფინებს და შემდეგ გავაფორმებ. I swore I'd block your number for good, but here you are texting me you up. I know exactly where this is, on your side of the bed at 3 a.m. I tell myself don't fall this time, but you say my name and I lose my mind. You're a bad idea again, but I always let you back in. Every time I say I'm done, I'm lying. You walk in the room and I stop trying. You're a bad idea again, but here I am at your door at 10. Guess I never learned my lesson. You're a bad idea again. Your friends all think I'm over this phase. Mine keep telling me to walk away, but we both know how the night goes. We talk a little then lose control. I tell myself I'm stronger now, but you smile once and it all falls down. You're a bad idea again, but I always let you back in. Every time I say I'm done, I'm lying. You walk in the room and I start trying. You're a bad idea again, and here I am at your door at 10. Guess I never learned my lesson. You're a bad idea again. Maybe one day I'll actually quit. მიყვარს, როცა რაღაცას მოველოდი და იმაზე კარგი გამოდის, ვიდრე მგონია და ვიდრე ჩემს წარმოსახვაშია საერთოდ ულამაზესია მართლა, კმაყოფილი ვარ. ერთადერთი ეს ციფრები, ერთიანები, წითელი იყო მხოლოდ 2 ცალი, სხვა ფერის ერთიანები არ იყო 2 ცალი, ამიტომ მომიწია წითლის აღება და ესეც უხდება, ულამაზესია. ასევე ეს ჩემი მაფინებიც მზად არის და ახლა გადავალ ბარის აწყობაზე. I am at your door at 10. Guess I never learned my lesson. You're a bad idea again. Your friends all think I'm over this phase. Mine keep telling me to walk away, but we both know how the night goes. We talk a little then lose control. I tell myself I'm stronger now, but you smile once and it all falls down. You're a bad idea again, but I always let you back in. Every time I say I'm done, I'm lying. You walk in the room and I start trying. You're a bad idea again, and here I am at your door at 10. Guess I never learned my lesson. You're a bad idea again. Maybe one day I'll actually quit, but tonight I'm not over it. You say come closer and I give in. Yeah, here we go again. You're
ახლა ვამზადებ ბავშვების ტერამისუს. ერთი ბანანი კარგად ჩავჭყლიდე და მაქვს ტერამისუს საბავშვო ორცხობილები. არ ვიცი რისთვის იყენებენ, მართლა ტერამისუს უკეთებენ ბავშვებს თუ არა, მაგრამ არსებობს სულ პატარებისთვის ეს ორცხობილაც. კარგად დავაფხვენი, რადგან თვითონ ორცხობილა არის სქელი და იმის გამო, რომ არაფრით არ ვნამავ, ვიფიქრე, რომ დარჩებოდა მშრალი, ამიტომ დავფხვენი. შემდეგ ზემოდან დავადე მაწვნიანი ბანანი, კიდევ ერთი ფენა დავუდე ორცხობილების და ისევ მაწვნიანი ბანანი. ზემოდან გადავაკარი ფოლიე და ჩავდე მაცივარში. ეს რეცეპტი ინტერნეტიდან ამოვიღე ბეიბი ტერამისუ და იქ იყო ნათქვამი, რომ უნდა დამენამა ბავშვის ფორმულით, ან ჩვეულებრივი რძით, ან წყლით. იმის გამო, რომ არაფრით არ მქონდა დანამბული, მეგონა, რომ იქნებოდა მშრალი, თან იყო ნათქვამი, რომ სასურველი იყო ერთი ღამით ჩამედო მაცივარში და მე 1 საათით ადრე მოვამზადე, სანამ მოვიდოდნენ ჩემი სტუმრები. მიუხედავად იმისა, ძალიან გემრიელი გამოვიდა. გაბრიელმა ნახევარი ჭამა, გაბრიელს იმდენად არ უყვარს მაწონი, ემჟავება, ამიტომ ნახევარი მიირთვა და ვფიქრობ, რომ ხშირად მოვამზადებ ხოლმე. Learning how to stand when the ground gives out. Getting used to quiet when the noise dies down. I can see the damage when I look up. მაგიდა გავშალე, გაშლილია 6 ადამიანზე და შემდეგ რომ მოიტანენ უკვე სადილს დავამატებ სხვა თებშებს, რადგან მინდოდა რომ ჯერჯერობით ეს ყოფილიყო მწვანე ლურჯში ავირჩიე თებშები და ვფიქრობ, რომ დღევანდელ დეკორაციას უხდება ეს თებშები. ასევე გვაჩას ლეგოს მანქანები დავუწყე აქ, რომ უფრო ბიჭური გამოსულიყო დღევანდელი მაგიდა. ასევე ეს არის სოუსებისთვის, ან და კარტოფილი ფრისთვის. მოკლედ, რასაც მოიტანენ, იმასაც დავდევს. ასეთი გამოვიდა დღევანდელი მაგიდა და ეს არის კენდი ბარი. ულამაზესია. ეს არის ბეიბი ბარი, ბავშვებისთვის წყლები, წინსაფრები, სხვადასხვა პიურეები, ბანანი და ტერამისუ მაქვს მაცივარში ჩადებული. აქ არის ორცხობილები, კოვზები, მოკლედ ყველაფერი, რაც პატარებს სჭირდებათ. და დანარჩენი უკვე აქ არის ტკბილეული, გემრიელობები და აქ დავდე ეს ლეგოს პლასტმასის ჭიქები, რომ იღებენ ბავშვები ამ ჭიქებს, შიგაწყობენ ტკბილეულს რაც უნდათ და შემდეგ მიირთმევენ. აქ დავდე კოქტეილისთვის რაღაცეები და ცოტა ხანში უკვე დავიწყებ კოქტეილების გაკეთებასაც. კოქტეილებს რაც შეეხება, ჯერ მარწყვის სეროპს ვასხავ, შემდეგ ვდებ ყინულს, შემდეგი ეტაპი არის ლიმონადი, ნებისმიერი გაზიანი სასმელი, რომელიც არის ლიმნით, შეგიძლიათ სპრაიტიც გამოიყენოთ და ბოლოს ვასხავ ზედ ფორთოხლის წვენს. უგემრიელესია, ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ ალკოჰოლიც დაუმატოთ.